სალამი დავბრუნდით. როგორც დაგვიდი, დღეს გვაქვს მეორე დღე, ფუშის მეორე დღე, სადაც არის 100%-იანი დელტები და ტრიცეპსი. პირველი დავიწყებთ იზოლირებულით, რომ ხისახსარი კარგად გავახუროთ და შემდეგ ექნება საბაზისო. ანუ შუა დელტა, წინა დელტა, შუა დელტა, წინა დელტა და უკანა დელტა და მერე უკვე სამი მოძრაობა ტრიცეპსი. წავედით. დღეს დავიწყებთ ტროსით. იმიტომ რომ დაჭიმულობის ფაზა უფრო კარგი აქვს, კარგად ახურებს. ხისახსარსაც გავახურებ და თან სისხლის კარგი შეტუმბვაც ექნება შუა დელტას. ხან ამ სიმაღლეზე მიყენია როლი, ხან ოდნავ ქვევით ხოლმე. პირველი იქნება 15-20 და შემდეგ 2-12 ან 15. კაია. კარგად ჭიმავს. შუა დელტას თან იმიტომ ვიწყებ, რომ საბაზისოთი რომ დავიწყო, ხარი თვითონ მაწუხებს, თან გახურების ფუნქცია აქვს და თან კარგი სისხლის შეტუმბვა აქვს იზოლირებული მოძრაობით და თითქოს ესეთი გამზადებულია საბაზისო მოძრაობისთვის რა. ყოველთვის ყველა კუნთის მოძრაობას ვცდილობ რომ დავიწყო იზოლირებულით და შემდეგ უკვე საბაზისოზე გადავიდო ხოლმე. ანუ არ ვამბობ რომ არასწორია ან შეცდომაა რომ ბაზით იწყებენ, არა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მე ეს შეგრძნებები უფრო მეტად მომწონს. თქვენ შეგიძლიათ ცადოთ, მაგალითად კერძ ზოგი ჟიმით რო იწყებს და წოლის შტანგით უმეტესი ვერ გზნობს ხოლმე მკერძს და თუ ცდით და განტელების გადაშლით ან კროსოვერზე ან ბაბაჩკაზე ბატერფლაიზე გააკეთებთ და იზოლირებულად სისხლს შეუშვებთ მკერდში, შეიძლება შემდგომი საბაზისო მოძრაობისთვის შეგრძნება უფრო კარგი იყოს მკერდისთვის. ეს ვარიანტებია, უნდა ცადოთ, შეხედოთ, მე ჩემი ვარჯიშები მაქვს თანმიმდევრობები ნაპოვნი, ჩემი შეგრძნებები, შეიძლება ჩემი შეგრძნება თქვენ არ მოგიხდეთ, ან შეიძლება პირიქით ძალიან მოგეწონოთ. ამიტომ ცდა შეგიძლიათ ვარჯიშებს არასდროს არ ვცვლი, შეიძლება რამოდენიმე ვარიანტი მქონდეს ვარჯიშების ხოლმე, თქვა შუა დელტას თუ ამ ტროსში ვაკეთებ, შეიძლება ტრენაჟორში გავაკეთო, მაგრამ შუა დელტით ყოველთვის ვიწყებ რა. რაც წინა ვიდეოში ვისაუბრე. აი, აბა დავიწყეთ. ეს დავამატე თუ არ დავამატე? აქ დიდად მძიმე წონას ვერ აწევ. ესე რომ ჭიდაობას აზრი არ აქვს. კარგად არის ხელი გაწელილი, საწყისი პოზიციიდან უკვე დაჭიმულია დელტა და ბეროთ უფრო ეფექტურია. გაიწონა.
აია. პირველი სამუშაო და დავისვენ წუთნახევარი. თან ცოტა თუ გადმოვიხრებით. შედარებით უფრო დელტის ზედა ნაწილს დავარტყათ, რაც უფრო აი ზევიდან დელტების დამრგვალებას უწყობს ხელს და შემდეგი მოძრაობა მაქვს ხოლმე განტელებით მიყუდებული სკამზე. ისაც ძალიან კარგია ქვედა წერტილს კარგად ამუშავებს და თუ დელტას თავი კარგად არ აქვს გამოყოფილი, აი პოზაში ძალიან კარგად წევს თავს რა. ამიტომ თუ იმ ადამიანისთვის ტრაპეცია უფრო ძლიერადაა განვითარებული და ამ დროს შუა დელტას ვერ გრძნობენ, უმჯობესია ხოლმე რომ სკამზე მიიყუდონ და აწევის დროს ტრაპეცია ნაკლებად ჩაირთვება და უფრო დელტაზე წამოვა დატვირთვა რა. და შუა დელტის მიმაგრების წერტილიდან დაიწყება მუშაობა. დამწყებისთვის ძალიან კარგი და არა მარტო დამწყებისთვისაც, ვისაც უნდა რომ კარგად გააქტიუროს თავისი დელტის კუნთები, იმიტომ რომ ამ დროს ინერცია ძალიან დიდია. ეს ტრაპეციის კუნთები ძლიერია და დამხმარეთ მოდის სწორედ სასაწევად რა და ხო როგორც კი აი იზოლირებას გაუკეთებს სკამზე, ხო? მაქსიმალურად შუა დელტაზე გადმოდის დატვირთვა. რაც უფრო კარგ შეგრძნებას გიქმნით და თუ თან ამ პოზაში წონებს ნელ-ნელა გაზით, აი დამიჯერეთ რომ თქვენი დელტები ძალიან კარგად განვითარდება და ძალიან კარგ ფორმას მიიღებს. აუცილებლად გავაკეთებ და ავხსნით. მეორე გავაკეთოთ. შეგვიძლია რომ ოდნავ ხელი, ანუ გვერდზე კი არ დავიჭიოთ ატანისოს. აი ოდნავ აი ეს პოზიცია. აი ეს მოძრაობაც გავაკეთოთ ძალიან კარგად ურტყავს აქაც. ანუ ერთი გავაკეთე ესე, ერთს ოდნავ ეხა გვერდულად გავაკეთე. ერთი მისვლაც გავაკეთოთ და one more set. მაგრად გამტენა. მაგრად ვერავს. აი კარგ ფამს იძლევა და მე შეგრძნებაც უფრო კარგი. ხა წინაში გავაკეთებთ. მე ისე შუა, ისევ წინა და მე უკანა დელტა და მე კარგ ტრიცეპს მიცემთ. ტრიცეპს ხელები ძალიან გვინდა. გრძელ თავზე გავაკეთებთ აქცენტს, რომ ორმაგ ბიცეპსში ეს თავი კარგად ჩამოვიდეს ქვევით
იმიტომ რომ ზურგის სიგანესთან ერთად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგ ხელს, რომ ფორმა ჩამოვიდეს ქვევით. აქ უნდა გამოვიდეს ზურგში და კვადრიცეპსი აქედან, ხო? ნუ ბიცეპსი რა თქმა უნდა. თუ ეხა პიკის ფორმის ბიცეპსი არა გაქვს, ცოტა ძნელია რომ ფორმა შეაცვლო, მაგრამ აქცენტი შეიძლება გარეთა თავზე გაკეთდეს, ბრახიალისზე გაკეთდეს. რაც უფრო მომგებიან სურათს ქმნის ბოლოს სცენისთვის. ჭკვიანური კაჩაობა. მოგასაუბრებ. არა ისე რა, ისე. დიდი ძმა წიედა. ვერამდე წევ. რა თქმა უნდა, წონები არის ძალიან აუცილებელი, მაგრამ ამ წონებს სად განავითარებ, რომელ ვარჯიში და რომელ კუნთებში, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. Last set. ბოლო ორი მისვლა გათიშავდე. ეხლა გვაქვს ეს ნაუტილუსის ტრენაჟორი ძალიან მიყვარს. წინა დელტას გავაკეთებთ. რომ უფრო კარგად დაიჭიმოს. თან ეს ჭიდი, არა ეს ჭიდი. თან ცოტა თქო ზედამკერცაც ვრტყავს და ესე იზოლირებული მოძრაობა არ არის, მაგრამ უფრო კარგად იგრძნობა წინა დელტა და მე უკვე სმიჩი გავაკეთებთ, რაც წინას და შუას კარგად დაიჭიმება. ვაკეთებთ ცალი ხელით. ჯერ გავხურდეთ სისხლი წინა დელტაში კარგად შევიტანოთ და მერე ხან ამ ტრენაჟორს განტელების აწევაზეც ვცვლი ხოლმე, რომ აი ეს ჩემი ტრამირებული დელტა გაძლიერდეს სტაბილიზატორებითაც და იქ ცოტა მიჭირს წონის აწევა, მაგრამ პატარა წონით ვაკეთებ ხოლმე, რომ მიეჩვიოს და ეს აღდგეს მთლიანი ფუნქცია დელტის. ამიტომ თუ რამე ტრავმა გაქვთ ხოლმე, ჯერ დაფიქსირებულ ტრენაჟორებში უფრო გაიძლიერეთ და მერე მაინც ნელ-ნელა პატარა თავისუფალი წონებიცაც მიეპარეთ, რომ ჩაირთოს ეს სტაბილიზატორები და მისი კონტროლი კარგად შეგეძლოთ. და გაძლიერდეს ის ხრის სახსარი, თუ თქვენც ჩემნაირად ტრავმა გაქვთ. ძალიან კაი ტრენაჟორია, ძალიან მიყვარს, ძალიან რბილი მოძრაობა აქვს და დელტები ძალიან აუცილებელია, მოკლედ, ყველა კუნთი აუცილებელია, მაგრამ კარგი მრგვალი დელტები ყოველთვის განგასხვავებს სხვა ადამიანებისგან. თუ დელტები კარგად განვითარებული აქვს, ის უკვე პროფესიონალად ითვლება. ანუ იცის რას აკეთებს, როგორ აკეთებს
იმიტომ რომ დელტებს სჭირდება სწორი ტექნიკა, კაი მრგვალი დელტები და ეს ფორმა. ეს იმას მიუნიშნებს, რომ შენ ვარჯიშები კარგად იცი და სხვა ლეველზე ხარ რო იტყვიან. კაი, დავიწყოთ. First working set. ალბათ 1.15-იანს დავამატებ და მე კიდე დავამატებ ცოტას. აქ 10-8 დიაპაზონში გავაკეთოთ და მე drop set-ი მივცეთ. შუა დელტა ხო აქვს 2 და 2 წინა დელტა. ანუ ყველა ვარჯიშზე drop set-ს არ ვაკეთებ. ანუ ერთ შუა დელტაზე ვაკეთებ drop set-ს, ერთ წინა დელტაზე ვაკეთებ drop set-ს. დანარჩენს ჩვეულებრივად კლასიკურად, იმიტომ რომ 4-ვეზე drop set-ი გავაკეთე ძალიან ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზღლის, კუნთების ითიშება და ანუ აზრი არ აქვს რა, ასე რომ ვთქვათ. წინა მისვლაზე ვერ გავარტყი წონა და ის არ ჩავთვალე სამუშაო, ეხლა ეს არის პირველი სამუშაო. ამის პირველი რო გავაკეთე, იმის შემდეგ კიდე ერთი გავაკეთე და ეხლა სამუშაო დავამატეთ. ხანახან არის რომ ძალიან კარგ შეგრძნებას მასდევს მოკლე მოძრაობებიც, თითქოს ბოლომდე რო არ გავშალო და კარგად ტუმბავს და აი ბოლო მისვლას ხოლმე drop set-ს რო ვაკეთებ, აი ეს მოკლე მოძრაობებით ვაკეთებ, რომ მაქსიმალურად აქ დაიჭიმოს წინა დელტა ხოლმე რა და ხალხშორის ბიცეპსზეც მაქვს ეს მოკლე მოძრაობები, ჯერ იმიტომ რომ ხელს ბოლომდე ვერ ვშლი, ტრავმა მაქვს აქაც და რაღაცა მოგეთ დაშლილი ვარ, რა სულ ტრავმებში ვარ და რაღაცები ვარჯიშები მაქვს ჩემთვის ესეთი მოვიგონე არა, მაგრამ მოვირგე რო იტყვიან. ტრიცეპსზეც ვცადე ეს მოკლე მოძრაობები მე გრძელი და ძალიან მომეწონა. ხალხშორის ჩემაც ვაკაცმა მითხრა ცადეო ლაშა მელაშვილმა და ძალიან მომიხდა ბიცეპსზეც და ტრიცეპსზეც. თითქოს ამ მოკლე მოძრაობით კარგად ტუმბავ და მე თლიან მოძრაობას აკეთებ რა. მე კაი შეგრძნებები მომცა, შეგიძლიათ თქვენც ცადოთ. მაგალითად 7 მოკლე, 7 გრძელი, მე წონას დაამატებ, მეორე მისვლაზე 6 მოკლე, 6 გრძელი, მე 5 და ან 5-ის დიაპაზონში მოძრაობ. დელტაშიც ამ აწევას ხოლმე ხანახან მოკლეს ვაკეთებ. ძალიან ბევრი პროფესიონალი შედარებით მოკლე მოძრაობას აკეთებს, რომ ინტენსივობა წინა დელტაში დარჩეს და ამ გაშლის დროს კიდე ტრიცეპსი არ ჩაირთოს და არ გააქტიურდეს რა. ამაში რაღაც აზრიდებს. ბოლო მისვლა last set და გადავალთ შუა დელტაზე ისევე, მე ისე წინა დელტა და всё. თუ გვექნა ამდენის თავი კაია. ძალიან ბაქი ბუქობ ხოლმე თავიდან რომ ამდენი ვარჯიში მინდა, მაგრამ აი ეს სამუშაოს რო ვაკეთებ, მე ისე ღლის და გვირდავს რომ ვეღარ ქაჩოხ.
ესაც ამით მორჩა. ეხლა ვაკეთებთ განტელების ამოტანას. შუა დელტაზე შტანგით ვერ ვაკეთებ. აი ჩემი დისკომფორტია არ მომწონს. განტელებით იმიტომ რომ აქ მოდის და განზე გადის. ბოლომდე ამომაქრო ტრაპეციას ჩაერთოს და ასე ვთქვათ ორ კურდღელს ვიჭერთ. მე მომწონს, იმიტომ რომ შტანგისგან აი აქ ამოდის და ანუ შუადელტას გაწელვა არა აქვს და აქ შიგნით შემოვდივარ და განზე გამაქვს და უფრო კარგად იგრძნობა არა და შტანგა ცოტა თავისი მოძრაობა აქვს და ეს თავისი მოძრაობა არ მიყვარს და განტას ბუნებრივად შეგიძლია მოირგო და ძალიან კარგი მოძრაობა აქვს. რაც შეეხება ერთი ორი სიტყვის კვების ვარიანტი რო გითხრათ, ეხლა მე და მაქსის განვიხილავთ, რომ ეხლა რაც ხიმის პროცენტულობაც მაქვს, 2 თვით ადრეა რა. ეს ბევრად ადრე არის ეს ფორმა გაკეთებული. ყოველთვის ვამბობ და ჩემს მეგობრებსაც ვისაც ეხმარები ხოლმე მზადებაში, ვეუბნები, რომ ოფ-სეზონი უნდა იყოს ისეთი, რომ რაც შეიძლება სუფთა საჭმელი და რთული ნაფსწლები იყოს და არ იყოს ბევრი დარღვევა, რომ უაზროდ ბევრი ცხიმის მოგროვებას ხალხი ეძახის ოფ-სეზონში ვარ ძმა და ოფ-სეზონში ვიმატებ, რას ვიმატებთ? თუ ოფ-სეზონში კუბიკები არ გეტყობათ, ეს ცუდი ოფ-სეზონია დამიჯერეთ. ეხლა მე მაგალითად მაქვს აი აქ ცოტა ცხიმი დარჩენი და საჯდომზე. დანარჩენი არის უფრო 2 თვე, 2 თვე რაფორმაში თორე ეს ბევრად უფრო კომფორტულია ფსიქოლოგიურად. ბევრი ნახშირწყლები გაქვს, კარდიო გაქვს, კარგად გძინავს, არ ნერვიულობ. თუ ნაკლები თუ ფორმა ვერ ასწრებს, მე რას ვაკეთებ ხოლმე რომ კარდიოს უნდა მოუმატოთ, ნახევარი საათის მაგრად 1 საათი, საათნახევარი, აბა ნახშირწყლებს დაუწიოთ და სტრესში შევდივართ, რის შედეგადაც ეს კორტიზოლი გარბის და ჩვენი ფორმა უფრო და უფრო უარესდება, ბრტყელდებით, კუნთებს კარგავთ, ცხიმის არ გადის ესე კარგად, ჰორმონები იდევა. ამიტომ ყველას ჩემი რჩევა ის არის, რომ წყნარად, მშვიდად მიხვიდეთ საშეჯიბრო კონდიციამდე და ოფ-სეზონში არ ქონდეთ ბევრი ეს ჯანკ ფუდები. კარდიო ოფ-სეზონში ზოგი არ აკეთებს, რომ აი არ ვაკეთებ, იმიტომ რომ მასაზე ვარ. პირიქით, გულს ჭირდება თავისი დატვირთვა, მეტაბოლიზმში ძალიან კარგია, ხო? მე მასაზე ყოველდღიურად უზმოზე კარდიოს ვაკეთებ და ეხლა მაგალითად წყნარად ვარ, მშვიდად ვარ, სუჰარი ჰარალოთი მივდივართ მზადებამდე. ყველა ჩემ მეგობრს, ეხლა სანდროც, ყველა კარგად სანდრო დავითული ევროპაზე, რა ვიცი 500 გრამი ნახშირწყლით მივიდა მე მგონი ბოლომდე და ბოლო თვეში ცოტა დავაკეთე, ისიც იმიტომ რომ წონაში ჩავტეულიყავ. ყველას ვისთანაც მაქვს მუშაობის პროცესი, ვეუბნები რაც შეიძლება მაღალი ნახშირწყლით მივიდეთ. მეტი აქტიურობა მოუმატეთ, კარდიო გააკეთეთ ოფ-სეზონში და ნაჭამ ნასვამი მიხვალ შეჯიბრამდე და არა ის რომ ეხლა გაგა გადმოვიდა ჩვენი მეგობარი სხვა დარბაზიდან და მზადებაში ისეთ რაღაცები მომიყვა. მეზიზღებოდაო ყველაფერი და ყველა და შეჯიბრიც მეზიზღებოდაო რა უკვე მე ყვებითი აშლილობა რო გეწყება რომ ყველაფერს ჭამო არჩი შემდეგ და წყლით ივსები, შეშუპდები და ასე შემდეგ და როდის მორჩება შეჯიბრი მაგაზე რო ფიქრობ და არა ერთი სული მაქვს როდის მაინტერესებს რა ფორმას გავიტან და შეჯიბრის შემდეგაც დარღვევის დიდი სურვილი არ გაქვს იმიტომ რომ ამ სტრესით არ მიხვედი იქამდე რა ეს გაითვალისწინეთ ვინც პირველად აპირებთ გამოსვლას დავამატოთ ახლა წონა სამუშაო 15-იანებით მე მგონი 2-3 მისვლას ამას ამით გავაკეთებთ კიდე ერთი გავაკეთოთ. ხშირად ფიქრობენ რომ აი ცოტა სხვა რო ვაკეთებ და რაც შეიძლება მეტი გავაკეთო და ბოლოს ისე აკეთე ამთავრებენ ხოლმე ვარჯიშს რომ აღარც ფამფი აქვთ. ამ კუნთებსაც ვეღარ გრძნობენ. იმიტომ რომ იმდენად გადაიღალა ეს კუნთები რომ ყველაფერს აზრი დაკარგა და ამიტომ აი ხა
ვფიქრობ ერთი ვარჯიშიც რომ გავაკეთო, ეს საკმარისი არის. ვფიქრობ ხა წინა დელტა გავაკეთე თუ არა. და იმდენად კარგად დავიტანე მაქსიმუმში უკანა დელტა გავაკეთო და გადავიდე ტრიცეპსზე. თან დიეტის დროს ეს ნახშირწყლების რო ნენელა და ქვემოთ ჩამოდის. ეხა არ ჩამოდის ჯერ ქვემოთ 400 გრამი ნახშირწყალი მაქვს. 350-400 ხოლმე. დასვენების დღეს ცოტათი დაბალი. ხანახან გრძნობ თავს რომ ცოტა გადაღლილი ვარ და არ ვაწვევი და არ ვითხოვ რომ ბოლომდე ჩავაჭირო, თუ მაქვს ენერგია რომ დავამატო მეორე ვარჯიში კიდე წინა დელტაზე, ამას ვაკეთებ. ანუ თქვენ სხეულს მოусმინეთ რა. თუ შეგილია და გაქვს ენერგია კი, უაზროდ არა რომ მოდი ძმა რაც მეც ვიკაჩავებ, მით უკეთესია. რაც მეც კაჩავებ, მეტი აღდგენა უნდა და მეტი საჭმელი უნდა და გააქვთ ეს საჭმელი და აღდგენა? აი კითხვა დაუსვით მაგაზე რა თქვენ თავს. თორე მე ჩიხში შედიხარ და პროგრესი აღარ არის. ბოლო მისვლა 7:30 მინუტით გავაკეთოთ. ასევე მინდა გითხრათ რომ მადლობა გადაუხადე ჩემს სპონსორებს, იმიტომ რომ ძლიერი გუნდი სგარეშე წარმატების მიღწევა ძალიან რთულია. ძალიან მეხმარებიან. ბევრს ნიშნავს გვერდში დგომა გუნდის, რომელიც გვერდზე გიდგას და რას გჭირდება თუნდა სპორტული ვიტამინები და სპორტული დანამატები, იცით თქვენ რომ პროფესიონალურ სპორტში ძალიან დიდ როლს თამაშობს. მათი აღწერა იქნება ჩემი ვიდეოს ქვეშ. ასევე არის ვიკი არის ზედაბი, გასპის ასეცმელები, ძალიან მაგარი კაჩოპური, აუცილებლად დავთაგავ ლინკს Sport Life G. ხო და შეგიძლიათ მიწეროთ, თუნდაც ჩემი სახელითაც ფასდაკლებების გექნებათ. ძალიან ხარისხიანი პროდუქტი აქვს, როგორც ტანისამოსზე, ვიკი არის, ასევე სპორტულ ვიტამინებზე. ვალას ჩემგან დიდი მადლობა და თორნიკეს გვერდში დგომისთვის. იმიტომ რომ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს ბოლოს შენ შედეგზე. თვითონ შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ აი ტანსაცმელი, რატო ტანსაცმელი ხარისხიანი სპორტული კაჩუკური წადით ნახეთ აბა და იყიდეთ რა ღირს. ძალიან მაგარი ხარისხები აქვთ. და ვალა ის ადამიანია, ჯერჯერობით ვინც ვიპოვე პირველად, რომ თვითონ არის სპორტსმენი, ადეკვატურად მოაზროვნე ადამიანია, იცის რას ნიშნავს სპორტსმენების გვერდში დგომა და ძალიან ბევრ კარგ სპორტსმენს ეხმარება და გვერდში უდგას და ვალას დიდი რესპექტი ჩვენგან სპორტსმენებისგან. ერთი ცხვარ მივცხოთ 20-იანით. მე მგონი გახსნა. აი ამას შვება რა. ვალას პროდუქტები. კაი. ეხლა გადავიდით წინაზე. მოკლედ სმიტები დაკავებულია და ამ ტრენაჟერზე გავაკეთებ. მატაში ტრენაჟერები არ გვიჭირს, 3 დელტის ტრენაჟერი გვაქვს. თუ მოვიფიქრე კიდე ერთ ჩამოვიტან. ძალიან კომფორტული ტრენაჟერია, ორივე ჭიდი აქვს. ხელის მას არეგულირებელი აქვს. და გარედან შიმით შემოდის, რასაც ანატომიურ მოძრაობას ქმნის და ძალიან რბილი სამუშაოა ესაც. ნაუტილუსის აი ამ სახელურს ვერ ვკიდებ ხელს, დისკომფორტს მიქმნის. წინაზე ეს ვავარჩეთ კარგად, ეხლა ოდნავ გვერდზე გავწევთ, წინასაც ცოტა შუასაც დავარტყავთ. მოკლედ ცოტა დელტები, კი არა და ბევრი დელტები ცუდი არ არის. ასე რომ დავიწყოთ პირველი სამუშაო გავაკეთოთ.
კაი, პირველი სამუშაო. დავისვენეთ. ამაზე ბაზაზე 2 წუთი დავისვენეთ. ერთის და ერთ ტრიცეპსაც, ერთი 3 ტრიცეპს გავაკეთებთ. 2 გრძელ თავზე, ერთ ისევ გარეთა თავზე. რაც შეეხება დანამატებს, ძალიან ბევრი ბადები მიწერია იმისთვის, რომ დიდი რაოდენობა ცილა და დიდი რაოდენობა ნახშირწყალი რო არის, მას თურმე ათვისება აუცილებლად ჭირდება და დიდი რაოდენობა ცილის დროს თუ გაქვთ რაიმე შებერილობები, არის სპეციალური ფერმენტები, რომელიც ეხმარება მის ათვისებაში. ბაზა რაც არის იცვლება, ეს არის ვარჯიშის დროს მელტოდექსტრინი, ანუ სწრაფი ნახშირწყლები, ესენციალური ამინომჟები, ვიღაცა აღიარებს, ვიღაცა არ აღიარებს. მე რაც მიწერია იმას ვამბობ. გლუტამინი მაქვს აუცილებლად. ვარჯიშის წინ ჰიმალაის მარილი 3 გრამი, მილდრონატი 1000 მილიგრამი, იმიტომ რომ ჟანგბადი ძალიან აუცილებელია და წყლის რაოდენობა, დიდი რაოდენობა ვარჯიშის დროს. რა იხო გენოთ ის ბოთლი რაც მაქვს 3 ლიტრიანია და ვარჯიშის დროს თითქმის იმ 3 ლიტრად წყალს ვსვავრო. ჩვენი კუნთები შედგება წყლისგან. ასე რომ წყალი არასდროს არ უნდა მოაკლოთ, არც ჩატვირთვაზე ძალიან დიდ შესწრებას უშვებენ, რომ წყალს აკლებენ ჭამის დროს, ჩატვირთვაზე წყალს არ სვავენ. მერე კუჭი იბერება, მონელება არ ხდება იმისი და გამოდიან ბრტყელები, მუცელად გაბერილები და ასე შემდეგ. ამ ნიუანსებს უკვე შეჯიბრის დღეს აგიხსნით. შეიძლება ყველაფერი საიდუმლოებები არ მოუყვეთ, მე ვიღაცები უზიან ხოლმე ვიდეოებს და იწერენ და თავის თავს აწერენ, რომ ჩემით გავაკეთებოს ყველაფერი და სხვა არავინ არ დამხმარებიაო და ყველა საიდუმლოებებს არ გავცემთ, მაგრამ რაღაცეებს ნამდვილად აუცილებლად მოგიყვებით. კაი, მეორე სამუშაო. მეცინება რა ზოგიერთზე. ეგარი. დელტები მორჩა, გადავედით ტრიცეპსზე. That's all. მოგლეთ, ეხლა ვიწყებ ტრიცეპს. თოკით უფრო აი აქ გრძელ თავზე რო წავიდეს დატვირთვა. 1-2 გახურება იქნება და მერე სამუშაო. იდაყვები ყურება წინ. პირდაპირ. 1. თოკი არსად არ გადის. ეს მოძრაობა არა, პირდაპირ. მოკეცე. აი. ერთსაც და დავამატებთ. გრძელი თავი ძალიან აუცილებელია, ან ხელის მოცულობას იძლევა რა, აი ამ მთელ ქვედა მხარეს და ამიტომ ორმაგ ბიცეპსში ძალიან აუცილებელი იგივე უკრინდან. გვერდიდან მხრიდან ეს გაერთა თავიც ძალიან კარგ ვიზუალს ქმნის. თან თუ შუა დელტა უფრო დიდია, ნუ დგახარ ეს გაერთა თავი გჭირდება რა. ამიტომ მას ჭირდება ცალკე მუშაობა. კიდევ ერთხელ რომელიმე თავი გავთიშო და სხვა მიმუშაოს არ არსებულია, მაგრამ აქცენტები შეგვიძლია რომ გაერთა თავზე, გრძელ თავზე გავაკეთოთ. რაც უფრო კარგ ლამაზ ფორმას აძლევს ხელს. так, პირველი სამუშაოს გავაკეთეთ ახლა. 10, 8, 12 ეს.
ეს ერთი. ხელებზე სადღაც წუთ ნახევარს ვისვენებ ხოლმე პატარა კუნთებზე. ხოლო მძიმე მოძრაობებზე 2 წუთამდე, ან წუთ ნახევრიდან 2 წუთამდე, რომ წონა კარგი წონის აღება შევძლოთ. კარგად. დაჭიმა. მერე გავაკეთებ განტელით ფრანგულს, იმიტომ რომ თუ დაკვირვებული ხართ იდაყვების ტკივილები ფრანგულ ღერძზე, აი ფრანგულ ტრიცეპს რო ვაკეთებ ხოლმე, ყველა ამბობს რომ იდაყვები მტკივა. იმიტომ რომ შტანგის შემთხვევაში ხელი ნახეთ როგორ გვიჭირავს შტანგაზე. ანუ უკვე პოზიცია შეცვლილია, რის შედეგადაც აი გადაჭიმულია ყველაფერი და დისკომფორტს აძლევს მყესებს რა. ამიტომ თუ განტელში დავიჭერთ, ნახეთ, ამ შემთხვევაში როტაცია აღარ ხდება. განტელი ბუნებრივ მოძრაობას აძლევს ხელის გაშლას. ხოლო შტანგით უკვე რომ მიჭირავს ეს შტანგა და ამ მძიმე წონას რო ვაკეთებ, უკვე აქ დისკომფორტს გვიქმნის რა. მე მაგათაც ფრანგულმა ძალიან გამიფუჭა იდაყვები და ძალიან დიდი ხანი ვერ ვაკეთებდი. აი რაც განტელზე გადავედი, აი შვება ვიგზენი და სხვათა შორის ფრანგულის შესრულებაც ტროსზე. ოღონდ იქაც აი ამ ჭიტში რა, ტროსაც კარგი დაჭიმულობა. ეხლა ფაქტობრივად ეს ფრანგული გამოვიდა, ოღონდ თოკის შეშეობით. მე დაწურილი გავაკეთე ცალი ხელით, იმიტომ რომ ცალი ხელით შესრულება აუცილებელია, რომ ამ ხელმა თავისი წონა აწიოს, ამ ხელმა თავისი და დისპროპორცია არ მოხდეს ხელებში. იმიტომ რომ მე მაქვს ხელებში ცოტა დისპროპორცია, მე მგონი ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ეს პრობლემა. ამიტომ ორხელიანი მოძრაობები არ იქნებოდა კაი. ცალხელიანი იმიტომა კაი, რომ ამას თავისი წონა აქვს, ამას თავისი წონა და შედარებით გათანაბრება შეიძლება ზომის და პროპორციის. რაც უფრო სიმეტრიული ხარ და პროპორციული, მით უფრო ესთეტიურია შენი სხეული და უფრო ლამაზია. მეორე მისვლა სამუშაო. არა, შენც იქნები YouTube-ზე. უნდა დამემატებინა. კაი. მორჩით წავედით განტელზე. განტელს ვაკეთებ ფრანგულ ტრიცეპს განტელით, იმიტომ რომ ცალი ხელით მოძრაობა რა გამოვიდეს, თან უფრო ბიომექანიკურად უფრო კარგი შესასრულებელია ვიდრე შტანგის და იდაყვებზეც არ უტყავს კარგად და მე ძალიან მომწონს.
Სუბუქი უნდა დავამატოთ 15-იანით. კაი მოძრაობა აქვს, ცოტა იდა უკან რა გადაწიო. აი ზედა მხარეში ძალიან კარგად იგრძნობა. აი საბაისო მოძრაობა. შტანგას ყოველ შემთხვევაში მირჩევნია რა, ბევრად, იმიტომ რომ შტანგით ცოტათი იდაყვებს მატყიებს და. შუაში ჯეი კეტლერი ნახე, კატლერი, რომელიც აკეთებდა და ის ოღონ უაკეთებს ატრიალებს ესე ხელს რა. და მეც ვცადე ადრე და ძალიან მომეწონა იმის შემდეგ შტანგას თავი დავანებე. ასევე შეიძლება გვერდიდან გაკეთება, უფრო გარეთ თავს გაგზავნოთ კარგად. არის ხა რადგან გრძელ თავზე აქცენტი, იმიტომ რომ მასისთვის ეს გრძელი თავი გვინდა, ორი ვარჯი სუმაგაზე გავაკეთოთ გრძელ თავს. პირველი სამუშაო ერთი დაგვრჩა და ერთს გავაკეთეთ ის მეთოდი რო გითხარით მოკლეს რო ვაკეთებთ 6 მოკლე 6 მთლიანი 6 მოკლე 6 მთლიანი და სხვადასხვა ძალიან კარგ ფამპს იძლევა ტრიცეპსშიც ბიცეპსაც ესე ვაკეთებ მოკლეს მერე მთლიანს ისევ მოკლე ახლა გავაკეთებ და მერე შეგიძლია თქვენც ცადოთ და დაწევოთ კომენტარებში კარგი შეგრძნება აქვს თუ არა შეიძლება ვიღაცას მოეწონოს ვიღაცას არ მოეწონოს მაინც ინდივიდუალურია ყველაფერი მაგრამ ეს ახალი რაღაცის შეგრძნებები აუცილებელია სხეულისთვის არ მოგერიდოთ რაღაცა ცვლილებების შეტანა არ შეგეშინდეთ მაგისი ეს ახალი შეგრძნებები კონკრეტულად ძალიან უხდება ახალი სტრესი არის აი ეს რო თქვი კიდე 6 გამეორება 35 წამიანი შესვენებებით 4 მისვლა ძალიან ეფექტურია და ერთ-ერთი სტრესია ახალი ინფორმაცია სხეულისთვის მოკლედ ეხლა აქეთან მხარეც გავაკეთებთ ან შეიძლება იქით გადავიდეთ მე დაკავებული იყო რა პრინციპი აქვს რომ 90 გრადუსამდე ჩამოდის რა აი აქ 1 2 6 ესეთი ან 7 ესეთი 7 მთლიანი მე დავამატე წონას 6 მოკლე მე 6 მთლიანი მე 5 მოკლე და 5 მთლიანი ცოტა აქ წონების მომატება ამ ტროსზე გაგვიჭირდება იმიტომ რომ ძიმე არის ეს შესრულება მაგრამ ნუ ამ წონით ვცადოთ ისა დატვირთვა სხვა აქვს
კაია. კაი შეიგრევე ტუმბავს. ძალიან კარგ თამს იღება რა. აი ბიცეპსში ძალიან მაგრად შვება. მოკლე და მერე მთლიანი, ისევ მოკლე, მერე მთლიანი და აი ძალიან კარგ თამს იღება. თან ძიმეს ვერ ვიყით ამ ხელის გამო. და აი ეს სტილი ეხა ეს მოკლე ძალიან დამეხმარა სხვათა შორის ანუ ცოტა წონესაც ვძრდი და ანუ ხელის პროგრესი, სწორედ ძალიან ჩამორჩებოდა მარცხენა ხელი რა. აუ ძალიან ბევრი ნემსები ვიკეთე რა არ ვიკეთე. მიშა ანდღულაძეს მადლობა. გამიშვა ჯადოქარ ვასიკოსთან და რაღაც ეს ნემსები გამიკეთე და რავი 2000 ლარი მქონდა დახარჯული, არაფერმა არ მიშვა და ბოლოს ამ ადამიანმა გადამარჩინა. თუ იმეს რამე ტრამა გაქვს, მაგდაგვარი მოიწერეთ და მოვწერეთ ვაზოს ნომერს. აი კიდე ერთ მისვლას გავაკეთე და მე კარდიო გვაქვს, იმიტომ დილით კარდიო ვერ გავაკეთე უზმოზე და დღეს მომიწევს კიბის გაკეთება 20 წუთი და 10 წუთი ბილიკი. თუ არ მოვკვდი კიბეზე, კაია. ამ თოგზე ძალიან რო უჭერ ხელს, წინა მხარი ირთვება და ამ შემთხვევაში უფრო კარგად